წარმატებულ ეთერს გისურვებ. 6,969,000 ლარი ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებზე 10 თვის განმავლობაში გაცემული პრემიების რაოდენობაა. IDFI-მ 2013 წლის მონაცემების შეაჯამა იმ მაღალ ჩინოსნების სიაში, რომელთაც ყველაზე მეტი პრემია აქვს მიღებული მოხდნენ ლევან იზორია 92,750 ლარიანი პრემიით და ბახტან გომელაური, რომელსაც ამ პერიოდში 74,000 ლარი აქვს მიღებული პრემიის სახით. თამარ ქობულაშვილი მუშაობს თემაზე. თამარ დეტალებს ველოდებით ჩვენგან. IDFI-ის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ თავად ძალოვანი უწყების მოქმედ თუ ყოფილ მაღალ ჩინოსნებს. ყველაზე დიდი პრემია 113,500 ლარი აიღო მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ტაპატაძემ, ასევე კვლევაში მოხვდა ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელსაც 66,250 ლარი აქვს 10 თვის განმავლობაში და 70,000 ლარი აქვს აღებული ზვიად ჯანყარაშვილს, გენინსპექციის მაშინდელ დირექტორს. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის 10 თვეშია გაცემული პრემიები, რომელიც 2013 წელს გაიცა. IDFI-ის ანგარიშს გამოეხმაურნენ საკანონმდებლო ორგანოში, ნაციონალურ მოძრაობაში. აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს პრემიებთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო მთავრობამ, ამის მიუხედავად არაფერი არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ერთი სიტყვა, პრემია ჩანაცვლად სიტყვა დანამატით. ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, წელსაც 2016 წელს მთავრობამ პრემიის სახით გასცა 67 მილიონ ლარზე მეტი. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მანანა კობახიძემ გააკეთა თემაზე კომენტარი, დეპუტატის განცხადებით უნდა დასრულდეს პრემიების მავნე პრაქტიკა, მან გაიხსენა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის პერიოდში, მისივე თქმით, ასევე რიგდებოდა პრემიები, თუმცა დეპუტატებმა აღნიშნული ფაქტი აღკვეთეს. ნამდვილად უნდა დასრულდეს ასეთი რამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ისიც რომ თავის დროზე პარლამენტშიც იყო ასეთი პრაქტიკა და დეპუტატებიც კი იღებდნენ პრემიებს, ჩვენ ეს დავასრულეთ ერთხელ და სამუდამოდ და აუცილებლად მთავრობაშიც უნდა იყოს ძალიან მკაცრი მიდგომა. რა თქმა უნდა, ის რომ აიგზავნოს პრემიები, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ცხადია, რომ მინისტრებზე პრემიები არ უნდა გაიცემოდეს და მე მგონი ეს პრაქტიკა უკვე დავასრულეთ. პრემიებზე და დანამატებზე გაცემული არის 67 მილიონზე მეტი, ასევე ეს არის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი ამ მთლიანი რიცხვის სართული ოცნება, მხოლოდ საკუთარი აქტივისტებისა და ნარმაეგობრების კეთილდღეობით არის დაკავებული და აბსოლუტურად არ აინტერესებს როგორი სოციალური პრობლემები აქვს რიგით მოქალაქის. IDFI-ში აცხადებენ, რომ ამ კვლევით დასტურდება, რომ სამინისტროს მაღალ ჩინოსნებს არასწორად აქვს შევსებული დეკლარაცია, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. IDFI მოუწოდებს პროკურატურას დაინტერესდეს თემით და გამოვლენილი დარღვევების შემდეგ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ასევე გეტყვით იმასაც, რომ IDFI-მ ძალოვანი უწყებისგან აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვა 2014 წლის ივნისში, თუმცა ამ კვლევის შესახებ ინფორმაცია მათ მხოლოდ 2016 წლის მიწურულს მიეწოდათ. დიდი მადლობა, ეს იყო თამარ ქობულაშვილი.